დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 50,000-მდე პირველ კლასელისთვის პირველი ზარი დაირეკა. საჯარო სკოლები სხვადასხვა სიახლეებით იწყებენ სასწავლო პროცესს, მათ შორის არის STEM კლუბების პროექტის ამუშავება, ახალი არჩევითი საგნების შემოღება, ასევე დამატებითი გამოცდები იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების მხარდაჭერას ახორციელებენ. დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის ეს არის ახალი გარემო, ეს არის ახალი სივრცე, სადაც ისინი შეაბიჯებენ და ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებენ. ჩვენ ხვდებით 50-ზე მეტი სკოლით, რომელიც სრულად რეაბილიტირდა ან ახლა დაშენდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამავდროულად რამდენიმე ათეულ სკოლაში მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმ პროცესებისთვის, რაც მაქსიმალურად საუკეთესო გარემოს უზრუნველყოფისთვის არის საჭირო ბავშვებისთვის და ეს ხდება არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებში და ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში არაერთი სკოლა მოვინახულეთ, რომლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველ კლასელებს, ვისთვისაც დღეს პირველად დაირეკა ზარი, მათთვის ეს ძალიან ემოციური დღე არის და სკოლაში არის ყველა ის ინფრასტრუქტურა დახვედრებული მათთვის, რაც უზრუნველყოფს მათ სწავლაზე ორიენტირებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ინფრასტრუქტურა, რაც ზოგიერთ სკოლაში გარემონტებულში უკვე ადგილზეა, ასევე პირველ კლასელებს, რომლებსაც გადაეცათ სახელმძღვანელოებთან ერთად პორტატული კომპიუტერი, რაც საშუალებას მისცემს, რომ თანამედროვე გამოწვევებზე დაფუძნებული და თანამედროვე მოთხოვნებზე დაფუძნებული ცოდნა მიიღონ. ახალი სასწავლო წელი თელავის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეაბილიტირებულ შენობაში დაიწყეს. 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად განახლდა, მოეწყო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები. შენობაში განთავსებულია ასევე ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეებს თეორიულთან ერთად პრაქტიკული ცოდნის მიღება შეეძლებათ. თელავის ნომერ მეორე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. მინდა პირველ რიგში მიულოცო სრულიად საქართველოს თელავიდან და თელაველებს ახალი სასწავლო წლის დაწყება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში ხვდებიან თელაველი ბავშვები მეორე საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს. ჩვენთვის, ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ზოგადად მთავრობისთვის არის სასკოლო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ჩვენ ძალღონეს არ დაუშვებთ, რომ ყველა სკოლის მოსწავლეს ჰქონდეს შესაბამის პირობებში სწავლის საშუალება. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს ყველას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. განცხადებაში ვკითხულობთ ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი. ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ. წერს ირაკლი კობახიძე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ელენე ხოშტარიას მიერ ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე. სამართალდამცავებმა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. შსს-მ განცხადებაში დაწერა, რომ ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის სუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედების შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. გამოძიება პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. არიან ადამიანები, რომლებიც პროტესტს გამოხატავენ მარკერით და იქით არიან ადამიანები, რომლებიც ქალებს ურტყამენ და მერე გენიტალიების ჟესტიკულაციით არიან დაკავებული საარჩევნო შტაბთან. ამიტომ ზოგი როგორ გამოხატავს პროტესტს და ზოგი როგორ. შევაფასოთ ეს რომელი უფრო ძაბავს ვითარებას. ქალისცემა თუ მარკერით წარწერის გაკეთება. მანიფესტაცია და პროტესტი ითვალისწინებს მათ შორის აი ესეთ გადაწყვეტილებებს. პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურ დაკვეთებს დაქვემდებარებული უწყებები. საუბარი იმაზე, რომ
მარკერით თუ ფლომასტერით თუ ფანქრით წარწერის გაკეთება, რომელსაც 2 წუთში შლის შემდეგ კალაძის მოსამსახურეები, არის სამარცხვინო, რომ სისხლის სამართლის საქმეზე საუბრობს დღეს ბიძინა ივანიშვილი. ყველა მსგავსი ქმედება ივანიშვილის მხრიდან არის პოლიტიკური დევნა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, რაც რა თქმა უნდა მას არ შერჩება და ყველა იმ შემსრულებელს მინდა უთხრა, რომ დაუჯელი არავინ არ დარჩება. რა თქმა უნდა პროვოკაცია. როგორ შეიძლება ახლა პროტესტი იყოს, გაგანია რუსეთის მიერ დაფინანსებული ხალი დადის და პლაკატებზე და ბანერებზე აწერს სიტყვა რუსულზე. ასე რომ ვინც გინდა რაც გინდა დააწეროს რუსული, მაგრამ ხოშტარია მარა რა, ცოტა ხერხული და სასაცილო. ელენა ხოშტარიას მიმართ იქნება კანონით გათვალისწინებული იყო. კვლავ შეფასებების თემა 4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება, რომელშიც 100,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამ დღეს აუცილებლად მოხდება რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია. ასობით 1000 ჩვენი თანამოქალაქე შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე, რაც შეეხება დამატებით გეგმასა და დეტალებს, ამ გეგმის და დეტალების ლოკაციების აქციაზე დღის წესრიგი როგორი იქნება, ამასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას გაგვაცნობს როგორც თავად აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა რუსთაველის გამზირი, ისე თავად მიუხედავად იმისა, რომ ის არის საპატიმრო დაწესებულებაში, ლევან ხაბეიშვილიც 4 ოქტომბრამდე მნიშვნელოვან დეტალებს აქციის შინაარსთან, აქციის ლოკაციებთან, აქციის დღის წესრიგთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი 4 ოქტომბრამდე ბუნებრივია გახდება ცნობილი. კოალიცია ძლიერი საქართველო ლელო არის წარმოდგენილი კონკრეტული გეგმით, რაც ეხება ყველა ბრძოლის ველზე წინააღმდეგობას ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან. ეს არის მათ შორის არჩევნებზე ბრძოლა და მათ შორის საპროტესტო აქციებით ბრძოლა. ჩვენი გზავნილი არის მოქალაქეებისადმი. დილით და დღისით წავიდეთ არჩევნებზე და საღამოს ვიდგეთ რუსთაველზე და ისევ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ეს ორი გზა არათუ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, პირიქით აძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, ასუსტებს ივანიშვილს და რუსულ რეჟიმს, როცა მიდიხარ მხარს უჭერ პროდასავლურ ოპოზიციას და შემდეგ მიდიხარ რუსთაველის გამზირზე. თბილისმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი, მათ შორის რაოდენობრივი უპირატესობა უნდა აჩვენოს საარჩევნო უბნებზე და მათ შორის რაოდენობრივი და მორალური უპირატესობა უნდა აჩვენოს რუსთაველის გამზირზე. არანაირი რესურსი იმისა, რომ ძალადობით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში ამ რადიკალებს არ აქვთ. და რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან თავის პატრონებს დაანახონ, რომ სიტყვილად არ უხდიან მათ ფულს, რაღაცა მოქმედებებს ჩაიდენენ, მაგრამ რა თქმა უნდა სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. დამხობაც ეძახიან არ ამშვიდობიან, დამხობაც ეძახიან, თუ ცეცხლსასროლი იარაღი იქნება გამოყენებული. თუ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ იქნება, მათ გონიათ, რომ ეს დანარჩენი ყველაფერი მშვიდობიანია. კანონი ამას ასე არ უყურებს. რა მშვიდობიან დემონსტრაციაზე არის საუბარი, ყველამ უყურეთ, ხო? როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს ესვლიან პოლიციელებს, მაშხალებს ესვლიან პოლიციელებს, ცეცხლს აჩენენ პარლამენტის შენობაში. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანი მოქმედება არის, კანონი მათ უპასუხებს. ეხლავე ვეუბნები. ეს ყველა რაც მე ჩამოთვალე არის კანონსაწინააღმდეგო მოქმედება და ყველა ვინც